მადლობთ მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ რეალობა არის ის, რომ დღეს ის ხალხი ეს ფაქტიურად კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც მიიტაცა ქვეყანაში ძალაუფლება, არ არის თვითონ არ მართავს პროცესებს. მე დიდი ხანია ვამბობ და ვფიქრობ, რომ ამ დღეებში და ამ უკანასკნელი მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს არის პირდაპირ მოსკოვიდან მართული ხალხი. მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი უწერს კობახიძეს რა უნდა ილაპარაკოს. მე ვფიქრობ, რომ კობახიძეს რა თქმა უნდა თავისი, ასე ვთქვათ, პატრონი ყავს რუსეთიდან, მაგრამ ასევე ივანიშვილს და დღეს რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ სანამ დაჯდება და ჩვენ ნახეთ პუტინის განცხადება, რომ ის მზად არის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაჯდეს ამერიკის პრეზიდენტთან, ახალორშეულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე უკრაინის თაობაზე. პუტინის ამოცანა არის, რომ მთლიანად კავკასია, საქართველო არის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იყოს მის ჯიბეში ამ მოლაპარაკებებისთვის და ამიტომ მათთვის ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა რუსეთისთვის. არის გადამწყვეტი ორი ამოცანა, რომ მან მიაღწიოს უახლოეს მომავალში. ერთი ეს არის, რომ გატეხოს წინააღმდეგობა ქართველი ხალხის, იმიტომ რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ერთადერთი შეიძლება ყველაზე გაუთვლელი ფაქტორი, რაც რუსეთს შეხვდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ხალხის წინააღმდეგობა და ამისი გატეხვა არის რუსეთის ამოცანა, ამიტომ იყო განსაკუთრებული სისასტიკით და აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, მართული მეთოდებით აი ეს დაშინების და სისხლიანი ანგარიშწორების კამპანია, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არ იყო ქართული ხელწერა, ეს არის რუსეთის დავალების შესრულება და მეორე მათი ამოცანა არის, რომ გაანეიტრალონ ყველა დასავლური, ასე ვთქვათ, ღირებულებების პოლიტიკური აქტორი, ხო, ქვეყანაში, რომ არანაირი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ არსებობდეს და ამითი საბოლოოდ ფაქტიურად ოკუპაციის ქვეშ მოახდინონ საქართველო და გააგრძელონ ამ ქვეყნის არალეგალურად საოკუპაციო რეჟიმის მეშვეობით მართვა. ეს არის დღეს რუსეთის ამოცანა, ამიტომ მე ყოველთვის მიგვერდს, როდესაც ვიღაცა საუბრობს იმაზე, რომ არ ვიცი, კობახიძეს თვითონ რა უნდა, ვინ ეკითხება კობახიძეს რა უნდა, ვინ ეკითხება, არ ვიცი, გომელაურს რა უნდა. ეს არის მართული პროცესი რუსეთიდან და ჩვენ ამ ბრძოლაში, რომელშიც ეხლა ვართ ქართულ ხალხთან ერთად, ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად და მათ შორის აი ეს ხელწერა, ხო, იგივე ორდენებით, როდესაც დააჯილდოვეს სანქცირებულები, ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ესე მოიქცა მაგალითად კადიროვი ჩეჩნეთში, ანუ მიმდინარეობს სახელმწიფოს გაუქმება ქვეყანაში, ეს არის ამოცანა და შესაბამისად განცხადებები, რომელიც კეთდება, ყველა პასუხი დასავლეთიდან ზეწოლაზე, ყველა პასუხი ქართველი ხალხის გაუტეხელ წინააღმდეგობაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ვერ დააშინეს, ხო? ანუ გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს იყო აბსოლუტურად ზეიმი რაღაც ჩვენი ბრძოლის თავისუფლებისთვის და დაშინება არ გამოდით საზოგადოების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირიქით უფრო განმტკიცდა საზოგადოების, ასე ვთქვათ, თავდადება ამ ბრძოლაში. პასუხი იყო ის, რაც დღეს მოვისმინეთ. თუმცა ამ პასუხებს არ წერს კობახიძე, ამ პასუხებს ბატონო, მესმის. ნახეთ პასუხი, რომელსაც რასაც ცემს ქართული ოცნება ამ ყველაფერს. ხალხს ქუჩაში ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს, მათი პროტესტი არ ესმის, ეს ჩანს. პარტნიორების სანქციებს პასუხობს დაწინაურებით და მოკლედ ყველა პროცესში ცდილობს, რომ საერთოდ თავისებური აღქმა კონდეს მასაც და მის ამომრჩეველსაც ალბათ. მაგრამ მე მაინტერესებს თუ ეს უნდა გაგრძელდეს ასე მყარად პარტნიორების პროპოზიციაც ხალხიც და ეს გადააწყვეტინებს თუ როცა უკვე ვიცით რას როგორ პასუხებს ივანიშვილი რა მიიყვანს მას რა აკლია უბრალოდ პროცესს რომ პროცესი დაჩქარდეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნებისა იყოს მალე მიღებული ჩემი აზრით მე ყოველთვის რაღაც არ მიყვარს ხოლმე ცრუმოლოდინების გაჩენა განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ხალხი ასე ვთქვათ ხალხი ძალიან კარგად აცნობიერებს იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა რომელიც შეიძლება ხვალ არ დასრულდეს გამარჯვებით ხო იმიტომ რომ ძალიან დიდი სკეპტიკური რაღაც ასე ვთქვათ დამოკიდებულება იგრძნობოდა რომ ნუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მაგალითად ხალხის პროტესტი
და ხალხის ამოძახილი რაც არის და პასუხი ამაზე არის რომ იმდენხანს რამდენხანსაც საჭირო იქნება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ დღეს საზოგადოების თითქმის 70%, ხო, იმიტომ რომ გამოკითხვა არსებობს დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს, რომ 70% საქართველოს მოქალაქეების გულშემატკივრობს პროტესტს. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში 70%-ს საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენ ამ პროტესტს გავაგრძელებთ და მივალთ, როცა იქნება გამარჯვებამდე, ამ კარგავთ სახელმწიფოს. ანუ უკან დასახევი გზა ამ პროტესტს არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად და ნამდვილი ახალი ეროვნული მოძრაობა დაიბადა, ხო, ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ როგორც გვესმოდა 90-იან წლებში, რომ ჩვენ ან ეხლა ვიბრძვით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ან ვრჩებით საბჭოთა იმპერიის ამ კლანჭებში, ასევე ესმით დღეს ჩემი აზრით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა, როდესაც ევროკავშირმა გახსნა ჩვენთვის კარები და საბოლოო ჯამში ყველას აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე საქართველოს ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას საკუთარი სახელმწიფოსი და ყველას ესმის, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად. ამიტომ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა, რაც შეეხება სანქცირების პროცესს, რომელიც დაიწყო და ვხედავთ, რომ აღმავალი ხაზით მიდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დადგება დღის წესრიგში, როგორც სენატორმა ვოკერმა განაცხადა, უკვე კონკრეტულად ივანიშვილის, კობახიძის და სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირების სანქცირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნახეთ განცხადება ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, უშიშროების ახალი მდივანი, ვინც იქნება ამ ადამიანისგან, რომ ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შეიძლება ჩვენი დაყოფა, ჩვენ მტრებს ნუ ექნებათ ილუზია, რომ შეიძლება ახლა დაყოფა ძველი ადმინისტრაციის და ახალის, რომ ერთად იბრძვიან ისინი ამერიკის ინტერესების დასაცავად და რუსეთის, ჩინეთის და ირანის მოკავშირე არალეგიტიმური რეჟიმის შეცვლა ცხადია, რომ იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაც. მე ვფიქრობ, რომ ერთი რაც, ასე ვთქვათ, ალბათ უფრო შენელებული შედეგებით დგება და მე ვიტყოდი ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ჩვენი ხალხისთვის, იმიტომ რომ ეკონომიკური ძალიან მძიმე შედეგები გველოდება ჩვენ დღეს იმ ფაქტის, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს ქვეყანას და საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გავიდა პროცესი და ეს შედეგი ეკონომიკური მძიმედ დაარტყავს საქართველოს მოქალაქეებს და ამიტომ კარგია, რომ ეს, ასე ვთქვათ, ყისიერი შედეგი არ არის და რაღაც დრო სჭირდება და აქ არის ერთადერთი გზა ივანიშვილისთვის, რომ დროზე მიხვდეს, რომ არსებობს ჯერ კიდევ რაღაცა შანსი, რომ ის ნაკლები ზიანით გავიდეს ამ პროცესიდან, იმიტომ რომ როცა შედეგები დადგება, მათ შორის ეკონომიკური ამისი, მე მინდა გითხრათ, რომ აიცით როგორი ვითარება იქნება, რომ ეს ივანიშვილის დანიშნული ხალხი სხვადასხვა უწყებებში სამსახურში ვეღარ მივა, იმიტომ რომ ეს ხალხი ვის იმედიც უნდა კონდეთ, ხო, რომ მუშაობენ სხვადასხვა უწყებებში, თუნდაც ძალოვან უწყებებში, ის ხალხი შემოუბრუნდება და შეიძლება უბრალოდ შეუვარდეს კაბინეტში ანგარიშწორებისთვის, იმიტომ რომ ის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რაც გველოდება, ყველას შეეხება. უკლებლივ ყველა საქართველოს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ისევ გამოვეხმაუროთ დღევანდელ ბრიფინგს, სალომე ზურაბიშვილი თითქოს კობახიძე ასეთ სურათს წარმოგვიჩენს, რომ თითქოს გუშინ ხელახალ არჩევნებზე ესაუბრებოდა სასახლეში შეკრებილებს და ვიღაცამ ურჩია და დღეს საღამომდე, ასე ვთქვათ, მას მოსაფიქრებელი აქვს დრო. რას ნიშნავს რაიმე მსგავსი შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ან ზოგადად თქვენ რას ელოდებით დღევანდელი გამოსვლისგან სალომე ზურაბიშვილის? ნუ იცით რა, კობახიძე უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან პროპაგანდისტულათაც, ხო, იმიტომ რომ ყველა პროპაგანდისტული ხაზი მათი ჩამოიშალა და უკვე მათ მომხრეებსაც ვერაფერს ვეღარ ეუბნებიან, ანუ იმ ხალხს, ვინც უნდა მოატყუო, არც სათქმელი არაფერი არ აქვს და აღარც ხალხი არ ყავთ რომ ელაპარაკონ, ეს კარგად ჩანს, აი მაგალითად პირველ არხზე დააკვირდით, ვინ საუბრობს მათი სახელით, უწევთ ერთი და იგივე ხალხის, ასე ვთქვათ, გადამუშავება, ხო, იმიტომ რომ მოლაპარაკეთავებიც აღარ ყავს ქართულ ოცნებას, გარდა იმისა, რომ არაფერი არ აქვს სათქმელი. ამიტომ ახლა კობახიძე რას მობოდავს, რას, ასე ვთქვათ, გადაამღერებს რუსეთში დაწერილ გზავნილებს,
ამას მე დიდად ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ რომ ნუ სისულელეა, ხო? რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვის, მით უკეთესია, იმიტომ რომ ვნახეთ რა იძახეს რომ 800 ადამიანი გამოდის ქუჩაშიო და გუშინ გამოვიდა 200,000. დღესაც დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იქნება და მე ძალიან მინდა რომ 28-ში აი ეს მართლაც რაღაც თავისუფლების ჯაჭვი, რომელიც უნდა შევკრათ ჩვენ ქართველებმა, რომ იყოს უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი აქცია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ერთადერთი გზა არსებობს და გამოსავალი ამ ვითარებიდან მე არ მგონია რომ სალომე ზურაბიშვილს რამე სხვა შეუძლია რომ თქვას დღეს გარდა იმისა რომ ქვეყანა გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და საჭირო არის სწრაფად ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ არანაირი სხვა გამოსავალი ამ კრიზისიდან არ არის და ყველას მინდა რომ ეს მოდეს რომ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ძიმე რეალობა ელოდება ქვეყანას მთლიანად, რომელიც არავის არ დაიდობს, თუ ეს არ მოხდა სწრაფად და სწრაფად არ დაბრუნდა ქვეყანა კონსტიტუციური ცხოვრების ჩარჩოებში და ამის ერთადერთი გზა ეს არის ახალი არჩევნები. ცხადია, ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებასთან ერთად. ბოლო კითხვას დაგისვამთ, ქალბატონ სალომე, ბევრი მომისმენია ამ დღეების განმავლობაში, რომ ეს იმდენად სახალხო პროტესტია, რომ არის ოცნების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო და რომ ეს ადამიანები, ვინც იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, ლეგიტიმურად და ყველაზე მეტად მხარს უჭერს სწორედ სალომე ზურაბიშვილს, ამიტომაც აერთიანებს პრეზიდენტი მათ შორის ოპოზიციასაც და მესამე სექტორსაც. ასე წარმოჩნდა, რომ ზურაბიშვილი შეიძლება არ მართავდეს ამ პროცესს, მაგრამ მთავარი ფიგურა იყოს ამ ეტაპზე ახლა. მაინტერესებს და ნაკლებად მიმდინარეობს პოლიტიკოსების პროცესი, რადგან ხალხის პროტესტია რუსთაველზე. თუმცა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს ახლა მნიშვნელოვანი როლი გაქვთ ასევე. გუშინ ზურაბიშვილმა თქვა, რომ თუ კი არჩევნები ჩაინიშნება, ყველაფერი უნდა იყოს მზად. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ კი ახალი არჩევნები ჩაინიშნება, რა უნდა გაკეთდეს, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რომ პროცესი წარიმართოს სამართლიანად გამჭვირვალედ. აი ეს სურათი მინდა რომ წარმოვიდგინო. ხო, ნახეთ, ჯერ პირველ რიგში ერთი რამ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი კითხულობს ამას, რომ აი ვინ არის თავი ამ პროტესტის და ძალიან კარგი არის, რომ არ ყავს პროტესტს გამოკვეთილი ლიდერი, იმიტომ რომ მათ შორის დამუქრება სალომე ზურაბიშვილზე, რომ გისოცებს მიღმა იქნება თუ არაო, ეს უნდა ვნახოთ ჯერ, რომ ამას რა ასე ვთქვათ, კონოტაცია აქვს, ხო, იმიტომ რომ გავიხსენოთ რა მოხდა ბელარუსში, მაგალითად, როდესაც წიხანოვსკაია გახდა გამოკვეთილი ლიდერი საპროტესტო მოძრაობის. ის აიძულეს, რომ ქვეყნიდან წასულიყო და პროტესტი განადგურდა, ხო, რეალურად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის როლი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, როგორც პარტიების, ასე ვთქვათ, რაღაც ერთი მაგიდის გარშემო დასხდომაში, ასევე ხალხისთვის რაღაცა ლიდერის როლის წარმოჩენისთვის და ზოგადად პროცესის კოორდინაციისთვის. ოღონდ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადად აზრი არის, რომ სწორად ესეთი პროტესტი რო არის სახალხო და ყველა არის ლიდერი ამ პროტესტის, ხო? თვითეული ადამიანი, რომელიც ამ პროტესტში მონაწილეობს, ეს არის კარგი, იმიტომ რომ ეს მათ შორის ასე ვთქვათ, არ აძლევს შანსს რუსეთს, რომ თავი მოაჭრას პროტესტს, ხო? იმიტომ რომ ამ პროტესტს თავის მოჭრა არის შეუძლებელია უბრალოდ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, თუ როგორც არიმართება პროცესი, ცხადია, რომ ჩვენ მათ შორის ძლიერი საქართველო სწორედ ამაზე მუშაობ და ჩვენ არც ერთი დღე არ გაგვიჩერებია იგივე კონტაქტები ჩვენს რეგიონალურ წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, რომ მუდმივად ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, არჩევნების დასრულების შემდეგ, იმიტომ რომ გასაგები იყო, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გახდება აუცილებელი. ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის პრეზიდენტის გარშემო, როგორც ჩვენი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობით განისაზღვროს ძალიან კონკრეტული რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც უნდა შესრულდეს ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად, რომ ჩვენ მივიღოთ ის პროცესი, რომელიც თავის, ასე ვთქვათ, შინაარსით შექმნის ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსს და სწორედ ეს არის დღეს ვფიქრობ პარტიების მხრიდან ის, რაზეც ჩვენ მუშაობთ, იმასთან ერთად, რომ ვემზადებით
ახალი არჩევნებისთვის და პროტესტი ეს არის მართლაც სახალხო პროტესტი ამ პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს ხელისუფლება და რაც უფრო გაწელავს დროს ახალი არჩევნების ჩატარებამდე მით უფრო ძალიან ძიმე ტრაგიკული შეიძლება ვიტყოდი იქნება დასასრული აი ამ რუსული რეჟიმისთვის რომელმაც გაუბედა ქართულ ხალხს სახელმწიფოს გაუქმების ცდელობა და ქვეყნის ღალატი ჩაიდინა ღიად და აშკარად მადლობა სალომე სამადაშვილს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ხაზზე მე